იმ საღამოს ის გავიდა, როგორც ყოველთვის გაჯინსული და გაბენდენებული ფეხზე გაზელები ეცვა, ისეთი ლამაზი იყო. ამბავი მამაჩემზე. ისეთი ფერმკრთალი და გათეთრებული იყო, ბოლოს რომ ნახე, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზი. არ იგრძნობოდა რომ დაღლილი იყო, თუმცა მე ვგრძნობდი ამას. მე რომ გავჩდი, ძალიან გაუხარდა მისმა მეგობრებმა მითხრეს. გაგიჟებული დარბოდა ჩაჩავას ეზოშიო. მიღებული ჰქონდა ალბათ რაიმე მატონიზირებელი, ისე წარმოუდგენელი იყო ის ჩემს დაბადებას შეხვედროდა. მერე პირველი ვიდეო ნახე, აშკარად მაგარი გახსნილია, ემოციებს ისე გამოხატავს, სიფხიზლე აქ არაფერ შუაშია. ერთი წელი ვიცხოვრეთ ერთად ჩვენ სამმა. მერე მამა წავიდა თუ ჩვენ წავედით, ზუსტად არ მეუბნებიან. ხშირად ვნახულობდი და ყოველთვის გრძნობდი, რომ ჩემზე მეტად არაფერი უყვარდა. კიდევ უყვარდა რაღაც, რაც მე არ ვიცოდი, უფრო სწორად არავინ იცოდა. შეიძლება მის მშობლებს ან მის ძმას ცოდნოდა, თუმცა მათაც არა ბოლომდე, მისი გამგებიც ნელად თუ მოიძებნებოდა. უცნაური ტიპი იყო, ვერ გაიგებდი რა უფრო ევასებოდა ჩაცმა თუ შიშველი სიარული სახლში. ყოველთვის ვფიქრობ, ერთად რომ გვეცხოვრა, როგორი მამა იქნებოდა ის? სიმართლე გითხრათ, ვერც კი წარმომიდგენია საერთოდ შეიძლებოდა თუ არა მასთან ერთად ცხოვრება. საოცრად დეპრესიული გამხდარა ბოლო ხანებში, თუმცა მანამდეაც არ აკალდა ეს ყოველივე. სუსტ კიოდა რაღაც, არასოდეს უცხოვრია ისე როგორც უნდოდა რომ ეცხოვრა. თავისი გზა ვერ იპოვა, არც ბრძოლის ველზე დაცემულა ის ამისათვის საკმარისზე მეტად ამაყი იყო. მამა რა უცნაური სიტყვაა ჩემთვის, ვერც კი ვიაზრებ, ისევ ამბობ, იმიტომ რომ მე სხვანაირი მამა მყავდა, სხვანაირი, ყველა გაგებით. ნეტავ თუ ოდესმე ბოლომდე ბედნიერი იყო? ნეტავ თუ ოდესმე თავით ბოლომდე კმაყოფილი იყო? რატომ ვერ შეძლო გამختارიყო ტიპიური ქართველი მამა? არ ვიცი. ვიცი მხოლოდ ის, რომ იმდენად ჩვეულებრივი იყო, ხალხს არაჩვეულებრივად ეჩვენებოდა. ჩემს მეხსიერებაში როგორი დარჩა? არც გამქრალა, იცით? ის ისევ არის თავისი არაორდინალური გაგებით. რას არ ამბობდნენ, რას არ აბრალებდნენ მას, მაგრამ გავიზარდე და მივხვდი, რომ ის მოღალატე არასოდეს ყოფილა, ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით. არეული კაცი იყო მამაჩემი. მამაჩემი იყო და მინდა მოგითხროთ მასზე. ის დაიბადა გაზაფხულის ბოლოს წინა დღეს.